მოგესალმებით ფილოსოფიის კლუბის YouTube არხზე. მე ვარ თემო და დღეს ვაპირებ რომ ვისაუბრო ლოგიკურ შეცდომებზე, ეგრეთ წოდებულ logical fallacy-ებზე. რის გამოც გადავწყვიტე ამ ვიდეოს ჩაწერა არის ის, რომ როდესაც ვაკეთებთ დებატების შესახებ კონტენტს, ანუ ჩვენს არხზე როგორც იცით დევს რამდენიმე დებატი და შეგიძლიათ რომ ნახოთ. ხშირი არის სხვადასხვა დებატების ტექნიკების გამოყენება და ამავდროულად ხშირი არის ლოგიკური შეცდომების დაშვება ამ დებატების დროს. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ლოგიკურმა შეცდომებმა შესაძლებელია რომ კონკრეტული პიროვნებისთვის რაღაც ბენეფიტიც გამოიწვიოს დებატების დროს, დებატების მსვლელობისას, ან შესაძლებელია რომ საბოლოო ჯამში მთლიანი დებატები არიოს. ლოგიკური შეცდომები არა მხოლოდ დებატების დროს გამოიყენება, არამედ ხშირი არის ფილოსოფიური მსჯელობების დროსაც, ანუ ამას ცალკეული ფილოსოფიური დატვირთვაც გააჩნია. აი მაგალითისთვის ჩვენ თუ შევხვდებით ლოგიკურ ცდომილებას ფილოსოფიურ ნაშრომში, ეგ იმას მიუთითებს, რომ შესაძლებელია მეტწილად თავად მსჯელობა იყოს არასწორი. ამიტომაც საქმე, როდესაც მსგავს ფაქის საკითხს ეხება, გვიწევს მეტი ყურადღების გამოჩენა. ამ ვიდეოს მიზანი არის, რომ ძირითადი ლოგიკური ცდომილებები, ძირითადი logical fallacy-ები განმარტოს. ხშირ შემთხვევაში ხალხს შესაძლებელია რაღაც ლოგიკური შეცდომა ეგონოს თავისი მოჩვენებითი შინაარსიდან გამომდინარე, მაგრამ საბოლოო ჯამში გაანალიზოთ, რომ ესე არ ყოფილა. და ასე ვთქვათ, ფაქტობრივად ყველა ლოგიკურ ცდომილებას მიმოვიხილავ, რასაც შესაძლებელია დებატებისას, პოლემიკისას ან ფილოსოფიაზე საუბრისას შეხვდეთ. პირველ რიგში, სანამ გადავალთ ლოგიკურ ცდომილებებზე, აუცილებელია განმარტოთ და აღვნიშნოთ, რას ნიშნავს ლოგიკა. როდესაც ჩვენ საუბრობთ ლოგიკაზე, აუცილებელია დავყოთ ეს ორ მარტივ კატეგორიად, ფორმალური ლოგიკა და არაფორმალური ლოგიკა. ეს დაყოფითი კატეგორია მხოლოდ საწყისისთვის არის. შემდგომში კიდევ მრავალი კატეგორია შემოდის ხოლმე. საქმე იმაში არის, რომ სიტყვა ლოგიკას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვიყენებთ ბევრნაირად. ზოგჯერ ლოგიკა ჩვენთვის უბრალოდ სწორაზროვნებასაც კი აღნიშნავს, მაგრამ აკადემიურ ჭრილში ლოგიკა არის ცალკე დისციპლინა, რომელიც შეისწავლის წინადადებების ფორმებს, რომელიც წინადადება რა ფორმით გამოვლინდება როგორც ჭეშმარიტი და როგორი წინადადებათა ფორმა ან მათი ურთიერთკავშირი არის არასწორი, ანუ მცდარი. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ გამოყენებაში, რასაც ლოგიკას ეძახიან, მაგ მხრივ ჩვენ არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ სუფთა დისციპლინურ დონეზე, ანუ ფილოსოფიაში რა არის ლოგიკა და ლოგიკა როგორც საკუთრივ დარგი, რას წარმოადგენს და ამ დარგის მიხედვით რა არის შეცდომა. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ლოგიკური შეცდომები არ არის უბრალოდ ვიღაცის მიერ მიჩნეული როგორც შეცდომებად, ეს არის აკადემიურ წრეში თუნდაც აღიარებული როგორც ცდომილება, რომ ვინმე თუ ლოგიკურ ამ შეცდომას უშვებს, ესე იგი მსჯელობაში ცდომილებას ატარებს და მეორე მხრივ ჩვენს მარტივი აზროვნებით შეგვიძლია მივიდეთ იქამდე, რომ ეს ყველაფერი ცდომილება არის. ამით ასევე ჩვენ დავადგენთ, როგორ შეიძლება განვასხვაოთ კარგი და ცუდი მოდებატე ერთმანეთისგან. მე არ ვამბობ იმას, რომ კარგი მოდებატები არასდროს იყენებენ ლოგიკურ ცდომილებებს, მაგრამ ასევე ეს დამოკიდებულია იმაზე, დებატისას რა მომენტში იყენებს მოდებატე ლოგიკურ ცდომილებას, ანუ რაში სჭირდება ეს უკანასკნელი. შესაბამისად, აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ დავადგინოთ რა არის ლოგიკური ცდომილებები და როდესაც დებატების დროს ან საუბრის დროს ან კითხვის დროს ამ ყველაფერს შევხედავთ, შევძლოთ მისი აღმოჩენა და განეიტრალება. მივხვდეთ, რომ უბრალოდ აქ შეცდომა არის დაშვებული. ამისათვის ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში საწყისისთვის არისტოტელეს მიერ შედგენილი ძირითადი ლოგიკის 3 კანონი. და შეგვიძლია ამ ყველაფერს მივყვეთ. პირველი რაც უნდა ვახსენოთ, აუცილებლად არის იდენტობის კანონი. იდენტობის კანონი ძალიან მარტივია და უბრალოდ აღნიშნავს ამას. A უდრის A-ს. შესაძლებელია ეს ძალიან მარტივი იყოს ერთი შეხედვით, მაგრამ საქმე რაში მდგომარეობს. ხშირ შემთხვევაში, თუნდაც მოდებატეები შესაძლებელია რომ ერთი და იგივე სიტყვაში განსხვავებულ შინაარსს დებდნენ. ან ცოტათი განსხვავებულ რაღაცას მოიაზრებდნენ. აი მაგალითისთვის შესაძლებელია რომ ორი ადამიანი საუბრობდეს თუნდაც მაგალითად ღმერთზე, ერთი იყოს თეისტი, მეორე კი დეისტი. მათთვის ღმერთი საერთოდ სხვადასხვა რამ არის რეალურად, განსხვავებული ღმერთი ყავთ. ამიტომაც, როდესაც ისინი ღმერთზე საუბრობენ, ამ ერთ ცნებაში ისინი განსხვავებულ შინაარსს დებენ და ამის გამორკვევის გარეშე ისინი პოლემიკას ვერც გამართავენ. საქმე იმაში არის, რომ ამ შემთხვევაში ისინი უნდა შეთანხმდნენ ღმერთის ნეიტრალურ დეფინიციაზე, ან მაგალითად თეისტური ღმერთი, დეისტური ღმერთი, ეს ტერმინოლოგია გამოიყენონ იმისათვის, რომ თვითონ დებატებში არ დაირღვეს იდენტობის კანონი. ანუ იდენტობის კანონის დაცვით წარიმართოს დებატები. საქმე იმაში არის, რომ იდენტობის კანონი არა მხოლოდ დებატებში, არამედ ზოგადად სამყაროში მუშაობს. დებატებში მას პრაქტიკული დანიშნულება აქვს, ხოლო სამყაროსეული დანიშნულება ის არის, რომ ყველა საგანი საკუთარ თავს უდრის, ანუ მათ გააჩნიათ იდენტობა. მაგალითად მზე და სპილო ერთი და იგივე ვერ იქნება ვერც ერთ შემთხვევაში 100%-ით და ეს უბრალოდ ლოგიკური აქსიომა არის. დებატებში იდენტობის კანონი სხვა რაიმეს აღნიშნავს, ონტოლოგიაში
სხვა რაიმეს. მეორე კანონი, წინააღმდეგობის კანონი. საქმე იმაში არის, რომ ჩვენ თუ ავიღებთ ორ მტკიცებითი სახის წინადადებას, რომლებიც ერთ რამეზე აკეთებენ განცხადებას, აი მაგალითისთვის თემო არსებობს, თემო არ არსებობს. ამათგან ერთი აუცილებლად ჭეშმარიტია, ერთი აუცილებლად მცდარი. ორი კონტრადიქტორული წინადადების დროს ერთი აუცილებლად მცდარი არის. კონტრადიქტორული წინადადებები ნიშნავს დაპირისპირებულ წინადადებებს. შესაბამისად, დებატებში ზოგჯერ ხდება ისე, რომ ადამიანი თავადვე თავისი პოზიციის განხილვის დროსაც კი ამბობს ხოლმე კონტრადიქტორულ წინადადებებს. შესაძლოა, ვინმე თუ მაგალითისთვის თავის პოზიციას ჩამოაყალიბებს კონტრადიქტორულ წინადადებებით, ისეთი მტკიცებით სახის წინადადებებით, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდება, ამით ჩვენ მივხვდებით, რომ აქ ლოგიკური შეცდომა არის და მისი პოზიცია უბრალოდ არასწორია. ყოველ შემთხვევაში მისი განმარტება ამ პოზიციის. მესამე რაც უნდა ვიცოდეთ, სანამ კონკრეტულ ლოგიკურ შეცდომებზე გადავალთ, არის მესამეს გამორიცხვის კანონი. ეს მეორეს და პირველს საფუძვზე მდებარე დახმიანება, მესამეს გამორიცხვის კანონი გამოიყურება ამდაგვარად, რომ მტკიცებითი წინადადება ან ჭეშმარიტი ან მცდარი მესამე არ არსებობს. როდესაც ვამბობთ თემო არსებობს, ეს როდესაც გვაქვს მტკიცებითი წინადადებად, ის ან ჭეშმარიტია, ან არის მცდარი. მესამე ვარიანტი უბრალოდ არ არის. ამით ჩვენ შეგვიძლია ამ კანონზე მითითებით პირდაპირ მოსაუბრება აიძულოთ იმისკენ, რომ თავისი პოზიცია დააფიქსიროს, თქვას მტკიცებითი სახით, რომ რა არის მისი პოზიცია. და ამ ყოველივეს თუ არ გააკეთებს რაღაც მესამე შემოვიდას, ეს რა თქმა უნდა ლოგიკური სტომილება იქნება. საქმე იმაში არის, რომ ამ ძირითად სამ ლოგიკურ კანონზე დაყრდნობით შეგვიძლია შემდგომ შევაფასოთ სხვა ლოგიკური შეცდომები, რასაც ძალიან ხშირად იყენებენ. და ეს არის ძირეული სამი საკითხი, რაც უნდა გვესმოდეს იმისათვის, რომ ლოგიკურ შეცდომებსაც ჩავწვდეთ და ლოგიკაში ნებისმიერ სხვა საკითხს. კარგი, ახლა უშუალოდ გადავიდეთ ლოგიკური ცნობილებების ფენომენზე. რაში მდგომარეობს ამ ლოგიკური შეცდომის არსი? იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ოპონენტი არ უტევს არგუმენტს, არამედ უტევს ინდივიდს, ან ჯგუფს, რომელმაც ეს არგუმენტი წამოაყენა, ეს უკვე არის ad hominem. ეს იმას ნიშნავს, რომ ინდივიდი არ აბათილებს არგუმენტს, არამედ უტევს პიროვნებას. ეს დებატებში არ შეიძლება, არის ლოგიკური შეცდომა და არის манипуляციის ერთ-ერთი საშუალება, ხერხი. აი მაგალითისთვის თქვათ ესეთი რაღაც. ჩვენ ვიცით, რომ არტურ შოპენჰაუერი ნამდვილად იყო გენიოსი. არის ხალხი, რომელსაც არტურ შოპენჰაუერი არ უყვარს, ბევრი მიზეზის გამო, მაგალითად იმის გამო, რომ ერთხელ მოხუცი კიბებზე დააგორა და ასე შემდგომ. და ასევე ვიცით, რომ ის იყო სექსისტი. მისი ესედან, რომელიც დაწერა on women ქალების შესახებ. ჩვენ თუ ვიტყვით იმას და მისი ნათქვამის გაბათილებას ვეცდებით ამგვარად, რომ ის სექსისტი იყო, რადგან დედამის არ უყვარდა და მაგიტომ დაწერა ქალებზე ეს არ იქნება არც პოლემიკა და არც ფილოსოფიური მსჯელობა. ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ პერსონალურ შეტევას, ვახორციელებთ პერსონალურ შეტევას კონკრეტულად შოპენჰაუერზე და არა მის აზრზე და არგუმენტზე, რომელიც რა თქმა უნდა არასწორია, მისი აზრი, მაგრამ აქ თავარი არის, რომ ჩვენ ვუშვებთ ლოგიკურ შეცდომას ამ შემთხვევაში. ჩვენ უნდა მოვისმინოთ მისი არგუმენტი, ამ შემთხვევაში წავიკითხოთ და იგივენაირად არგუმენტით უპასუხოთ და არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავინტერესდეთ იმით, დედას უყვარდა და ძმას თუ ასე შემდგომ და რის გამო გააკეთა ეგ ყველაფერი, რის გამო თქვა. თავარი არის აქ არგუმენტი. ამიტომაც მაგალითისთვის, როდესაც დებატების დროს ერთი პიროვნება მეორეს რაღაც ცუდ მახასიათებლებს, რაღაც ცუდ აზრებს ან რაღაც მსგავს ხას უსვამს იმისთვის, რომ თვითონ ინდივიდი დააკნინოს, ეგ უკვე არის ლოგიკური შეცდომა, ეგ უკვე დებატები აღარ არის, ეგ უკვე არის ლოგომახია. და ლოგომახია ძალიან ცუდი მოსასმენი არის. კარგი. მეორე რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, არის Strawman fallacy, ანუ ჩალის კაცის შეცდომა ეგრეთ წოდებული. და ეს გამოიყურება ამდაგვარად. მაგალითისთვის მე ვთქვი არგუმენტი, თქვენ მოისმენთ ეს არგუმენტი, წარმოიდგინეთ, რომ ჩემთან დებატობთ, მაგრამ აი ამ არგუმენტს რაღაცები შევუცვალეთ. მაგალითისთვის მე ვთქვი, რომ ყველა ადამიანი მოკვდავია, სოკრატე ადამიანია, შესაბამისად, სოკრატე მოკვდავია. შემდგომ თქვენ შეიძლება ეს მოისმინოთ, რა თქმა უნდა, დებატების მომენტში და თქვათ ესეთი რაღაცა, რომ ხო, თემო ამბობს იმას, რომ ყოველი ცხოველი მოკვდავია. და ადამიანის ცხოველია და შემდგომ მაგაზე გააგრძელოთ საუბარი. საქმე იმაში არის, რომ ეს ორი დებულება ერთმანეთს ძალიან გავს, მაგრამ ყველა ცხოველი მოკვდავია, მე არ მithქვამს. თუნდაც ეგ სწორი იყოს, ჭეშმარიტი მცდარი, მისი ქვე კატეგორია იყოს ან ზე კატეგორია მოიცავდეს ერთმანეთს, მნიშვნელობა არ აქვს. თუნდაც იგულისხმებოდეს, ჩემი არგუმენტი თუ მაგ ყოველივეს არ მოიცავდა, ჩემი არგუმენტი თუ მაგაზე არ იყო შედგენილი, მაშინ ეს უკვე ფუნდამენტურად არის ჩალისკაცის შეცდომა, თქვენ აიღეთ ჩემი არგუმენტი, რაღაც შეუცვალეთ და უკვე იმას უტევთ. საქმე იმაში არის, რომ თუ ვინმე თქვენს არგუმენტს ოდნავ მაინც შეცვლის და
თქვენი ნათქვამი არგუმენტის მაგივრად ზუსტად მაგ შეცვლილს შეუტევს, ეს უკვე იქნება ჩალისკაცის შეცდომა. და რა თქმა უნდა, ამას შესაძლებელია მოყვეს კრიტიკული შედეგები დებატებში, სჯელობაში, აზროვნებაში და ასე შემდგომ. აქ დებატებში მარტო საუბარი არის რაღაც, როდესაც ორი ადამიანი შეიკრიბება, აქ შესაძლებელია იყოს ფილოსოფოსთა პოლემიკა წიგნების მეშვეობით. როდესაც შესაძლებელია რაღაც გარდაცვლილ ფილოსოფოსს უკვე ცოცხალი ფილოსოფოსი ედავებოდეს, ან ასე შემდგომ. შეგვიძლია ავიღოთ მაგალითად და ლოგიკური შეცდომები აღმოვაჩინოთ, ანუ logical fallacy-ები აღმოვაჩინოთ ჯონ ლოკთან და ლაიბნიცთან და ასე შემდგომ. ჰეგელი შოპენჰაუერის ამბავში, ნუ ჰეგელთან ნაკლებად, შოპენჰაუერის მიმართ, მაგრამ შოპენჰაუერთან ნამდვილად შესაძლებელი არის რაღაცების აღმოჩენა. შესაბამისად, ამათი იდენტიფიკაცია, როგორც უკვე აღნიშნე, ძალიან მნიშვნელოვანი არის. მესამე გავრცელებული არაფორმალური ლოგიკური შეცდომა არის red herring-ი. red herring-ი არის ლოგიკური შეცდომა, როდესაც ოპონენტს ყურადღება გადააქვს სხვა რაღაცაზე. მაგალითად, დაუსვით კითხვა და სხვა რამეზე დაიწყო საუბარი, ან არგუმენტი მოიყვანეთ და კონტრარგუმენტის მაგივრად სხვა რამეზე დაიწყო საუბარი და ასე შემდგომ. ნებისმიერ შემთხვევაში თავის არიდება, ანუ ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, ნებისმიერ სახით არის red herring-ი და ლოგიკური შეცდომა. შემდეგი ძალიან საინტერესო ლოგიკური ფალასი არის ავტორიტეტზე აპელირება. ანუ, როდესაც მოსაუბრეს დებატებში მოყავს ავტორიტეტი, ან არ არის აუცილებელი როგორც აღნიშნე ეს მოსაუბრე იყოს. შესაძლებელია რომ დოქსოგრაფიაში შეხვდეთ ამას, ანუ თვითონ უშუალოდ ნაწერებში. მოკლედ ავტორიტეტზე აპელირება გამოიყურება ამგვარად, რომ მე თქვენ გესაუბრებით და ჩემი აზრის გასამყარებლად მოვიყვანე ვიღაც ავტორიტეტი. საქმე რაში არის? ეს არის ყველაზე გავრცელებული ლოგიკური ფალასი იმ კუთხით, რომ ამას ძალიან ხშირად განაუშვებენ, არამედ მოყავთ, რომ აი შენ აშავებ მაგას, ანუ შენ უშვებ ამ ლოგიკურ შეცდომას. და ზოგჯერ სწორები არიან ეგ ადამიანები და ზოგჯერ არასწორები. მოდი, სწორები რა შემთხვევაში არიან? სწორები იმ შემთხვევაში არიან, როდესაც ეს ავტორიტეტი საერთოდ არაფერ შუაში არ არის, ფაქტობრივად არასწორი ავტორიტეტი არის. სწორები არიან მაგ შემთხვევაში. მაგ დროს მართლაც ავტორიტეტზე აპელირება ხდება. ლოგიკური შეცდომა, მაგრამ გააჩნია მეორე მხრივ რა დოზით და რა ავტორიტეტი არის. აი სიტყვაზე მაგალითად ხდება ამდაგვარი რაღაც. მე ვამბობ რომ ხვალ წვიმს. თქვენ მოусმინეთ ამინდის ეთერში, რომელიღაც ტელევიზიის არხში, რომ ხვალ მზეა. თქვენ იცით რომ მე ამინდში ვერ ვერკვევი. ანუ დიდი ალბათობით სინაპტიკოსი არ ვარ, ხო მართალია? რომელს მიემხრობით? ან შემდგომში მაგის წიგნში გამოყენება რო გიდოდეთ, რატომღაც მაგ ამბის რას დაწერდით, ხომ? რომ სინაპტიკოსებმა გამოაცხადეს, რომ ხვალ მზე არის, ამიტომაც დიდი ალბათობით იქნება მზე. ეს ავტორიტეტზე აპელირება რა მხრივ არის? ანუ რა თქმა უნდა, ეს ავტორიტეტზე აპელირების შეცდომა არ არის. ანუ თუ სწორი ავტორიტეტი არის, შენ შეგიძლია მაგ ავტორიტეტის გამოყენება კონკრეტული გარკვეული დოზით. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სწორი ავტორიტეტები არიან ყველა აკადემიურ სფეროში. ფილოსოფიაში, მათემატიკაში, რაღაცა ფიზიკაში, ქიმიაში და ასე შემდგომ. ჩვენ ვიცით რომ ფიზიკაზე ფიზიკოსის აზრი უფრო მნიშვნელოვანი არის, ვიდრე ფიზიკაზე ფილოსოფოსის აზრი თუნდაც. შესაძლებელია მივიღოთ ესეთი შემთხვევა, როდესაც ფილოსოფოსმა ბევრად უკეთესი აზრი დააფიქსიროს ფიზიკაზე ვიდრე ფიზიკოსმა, მაგრამ ჩვენ როგორც მოაზროვნე არსებებმა შევქმნით ეგ პატერნი და ვამჩნევთ მაგ პატერნს, რომ ფიზიკოსი ადამიანს ნიშნავს, იმ ტიპს ნიშნავს, რომელმაც ფიზიკა იცის. და შესაბამისად შეგვიძლია რომ კონკრეტული სახის ავტორიტეტი დავიღოთ. მე უკვე გააჩნია რადონის ფიზიკოსია და რადონის ავტორიტეტი დაიღებ და გამოიყენებ. რა თქმა უნდა, ახლა ვიღაც თუ იტყვის რომ ეს სწორი იმიტომ არის რომ აინშტაინმა თქვა, ეგ მცდარია. მაგრამ როდესაც ინდივიდი საუბრობს მაგალითად ერთი ინდივიდი ფიზიკაზე და აშკარად ეწინააღმდეგება რელატიურობის თეორიას და მეორე ინდივიდი თუ მოიყვანს რომ აინშტაინმა აი ესე თქვა, აი ესე თქვა, აი ეს და ეს. ამ შემთხვევაში ამ ინდივიდს როდესაც ეს მაგალითები მოყავს, სრული უფლება აქვს რომ დაუჯეროს აინშტაინს მხოლოდ იმიტომ რომ ფიზიკის ექსპერტია და თვითონ არ არის ექსპერტი ფიზიკის და ასევე ის მოსაუბრეც არ არის ექსპერტი ფიზიკის, რომელსაც ესაუბრება. და ასევე სრული უფლება აქვს ამ ცოდნის, ან ამ ავტორიტეტის გამოყენების და ეს ლოგიკური შეცდომა არ იქნება. იგივენად არ იქნება ლოგიკური შეცდომა წინადადებები მეცნიერთა უმეტესობა აღიარებს ამას. ანუ ეს ავტორიტეტზე აპელირება არ არის, ავტორიტეტზე აპელირების ფალასი ეს არ არის, ეს არის განცხადება, რომელიც შესაძლებელია იყოს ფაქტი, მაგრამ თუ ამას ვინმე იტყუება, უკვე აი ეგ ტყუილია უკვე ფალასი.
მეორე მხრივ უკვე მეცნიერთა უმეტესობიდან შეგვიძლია გადავიდეთ პოპულარობის აპელირებაზე ვისაუბროთ, ანუ პოპულარობის აპელირების ფალასი გამოიყურება ამდაგვარად, რომ რადგან რაღაც პოპულარული, ამიტომ სწორია. ეს ყველა შემთხვევაში ფალასი არის. აქ გამონაკლისები არ არსებობს ფაქტობრივად და როდესაც ინდივიდი ამბობს იმას, რომ თუ რა თქმა უნდა პოპულარობაზე უბრალოდ საუბარი. თუ ინდივიდი ამბობს იმას, რომ მაგალითად რაღაც Coca-Cola, Jobs, Pepsi-s, იმიტომ რომ უბრალოდ Coca-Cola უფრო პოპულარულია, ნებისმიერ სხვა სახის მსგავსი მსჯელობა, იქნება შეცდომა. ანუ პოპულარობაზე აპელირება დებატებში ყოველთვის მცდარი არის. ყოველთვის ფალასი არის. იგივენაირად ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ ინოვაციაზე აპელირებასაც. ანუ მაგალითად, როდესაც არგუმენტად მოყავს ინდივიდს ის, რომ ეს კარგია, იმიტომ რომ ახალია, ეგ უკვე ფალასი არის. ან როდესაც სიტყვათა წყობა ეგრე გამოიყურება, რომ ეს კარგია, იმიტომ რომ ახალია და ძველი არ არის. ესეც ლოგიკური ფალასი არის და დებატებში ამის აღმოჩენას თავისუფლად შეგიძლიათ. ამავე სახის არის მაგალითად ამის საპირისპირო ესე ვთქვათ ტრადიციაზე აპელირება, ანუ ეს უკეთესი არის, იმიტომ რომ ტრადიციულად ესე ვუყურებთ, ესეც იგივე სახის შეცდომა არის. და ამავე სახის არა, მაგრამ მსგავსი არის ემოციებზე აპელირებას, როდესაც დებატებში ან წიგნში ან რაიმე მსგავსში ემოციებით მანიპულირება ხდება. ეს სხვადასხვა დებატებში ხდება ამგვარად, რომ შესაძლებელია ინდივიდმა სპეციალურად მოიყვანოს ყველაზე მწვავე მაგალითი, ემოციურად ყველაზე მწვავე მაგალითი, როდესაც შეძლოს საერთოდ სხვა მაგალითი მოიყვანა. და როდესაც მაგას აკეთებს, ის უკვე ემოციაზე აპელირების ფალასის უშვებს. ანუ ეგ დებატები უკვე მისთვის განწირული არის თუ გამოსტილი ადამიანი მაგას უყურებს და ესმის ეს ლოგიკური შეცდომები, რასაც ადამიანები უშვებენ ხოლმე პოლემიკაში. ასევე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სწრაფი განზოგადების ფალასიზე. ეს არის, როდესაც კონკრეტულ ნათქვამს, მაგალითისთვის, ჩემი ნანახი მგელი შავია, ანუ აი ეს შეიძლება ვიღაცამ აიღოს და 3 მგელზე, 4 მგელზე ან ზოგადად მგლებზე განაგზოგადოს. ახლა შესაძლებელი ეს მაგალითი ცოტა იდიოტურად მოსჩანს, ეჭვიც არ მეპარება, მაგრამ დებატებში განზოგადებას ხშირად აკეთებენ რაღაცებზე, გენერალიზირებას ესე ვთქვათ. ესეც უკვე საფუძველშივე ფალასი არის. თუ მაგ გენერალიზებას თვითონვე ინდივიდი არ აკეთებს, რომელიც არგუმენტს არადგენს და ოპონენტი უშვება შემდგომ მაგ არგუმენტს ამ ყოველივეს, ეს სტროუმენშიც გადადის, რა თქმა უნდა, და ეს სწრაფი გენერალიზებაც თავის იმ ხრივ ცალკეული ლოგიკური შეცდომაა. ჩემი საყვარელი ლოგიკური შეცდომა, საყვარელი მხრივ არა, რომ ხშირად ვიყენებ, უბრალოდ ხშირად მეცნიერება, როდესაც ხვდები ხოლმე, არის მცდარი დილემის შეცდომა. მცდარი დილემის შეცდომა არის ყველაზე საშინელი რაღაცა, რაც შეიძლება რომ ადამიანმა გამოიყენოს და თან ხშირად მუშაობს ხოლმე, იმიტომ რომ ადამიანები ისეთ საკითხებზე, რომლებზეც არ უფიქრიათ, იმ მომენტში შესაძლებელია ვერც დაფიქრდნენ ეგრე უცებ ბევრ რამეზე და ვერც აღმოაჩინონ ეს შეცდომა თვითონ პოლემიკისას ან თვითონ რაიმეს კითხვისას. მცდარი დილემის შეცდომა გამოიყურება ამგვარად, რომ ინდივიდი გაკითხება, მოხდა ეს თუ მოხდა ის, ანუ არჩევნის წინაშე გაყენებს, რომ ორ რაღაცა შორის აირჩიო ერთი, მაგრამ რეალურად შესაძლებელია რომ იყოს რაღაც მესამე, მეოთხე ან მეხუთე. აი მაგალითად ესეთი რაღაც, სამყარო ღმერთმა შექმნა თუ სამყარო წარმოიშვა დიდი აფეთქებისაგან. ეს არის ჩვეულებრივად მცდარი დილემის ფალასი, იმიტომ რომ არის მესამე გზაც. მაგალითად სამყარო არ წარმოშობილა, ყოველთვის არსებობდა. ანუ შეიძლება ამას ვინმე არ ემხრობოდეს, მაგრამ ეს მესამე თეორიული გზა ხო არის, როგორც ისევე ის წინა ორი თეორიული გზა. შესაბამისად, როდესაც ინდივიდი ამას კითხულობს, უკვე მცდარი დილემის ფალასის უშვებს და ეს კითხვა უკვე თავის თავშივეა განწირული. ხშირად უშვებენ ასევე არასწორი თანმიმდევრობის ფალასისაც, ანუ მაგალითისთვის ვთქვათ, რომ თუ P, მაშინ Q. ანუ თუ იწვიმებს გარეთ, მე სახლიდან არ გავალ. და შემდგომ ხდება ესეთი რაღაცა, რომ სახლიდან არ გავედი, ამიტომაც იწვიმა. ანუ საქმე იმაში არ არის, რომ მაინც და მაინც ანუ სახლიდან თუ არ გახვედი, იგი მას არნიშნავს, რომ წვიმის გამო არ გახვედი მაინც და მაინც. ანუ მოცემულობა თუ იყო ესეთი, რომ თუ იწვიმებს სახლიდან არ გავალ და დასკვნად მივიღებთ იმას, რომ სახლიდან არ გავედი, ეგ შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ საერთოდ სხვა მიზეზის გამო არ გახვედი სახლიდან. ანუ თუ P მაშინ Q იმას არნიშნავს, რომ Q მაშინ P. შესაბამისად, ამასაც ხშირად უშვებენ ხოლმე ფილოსოფიური მსჯელობის დროს. იგივე ხდება წინაპირობის უარყოფაზე, ანუ ზუსტად იგივე სქემა მუშაობს, თუ P მაშინ Q არა P, მაშინ არა Q და ასე შემდგომ. ხშირად რა შეცდომასაც უშვებენ ხოლმე ასევე არის ცირკულარული მსჯელობა. ოღონდ ცირკულარული მსჯელობის კონკრეტული სახე არის შეცდომა მანკიერი წრე ქვია ამას, მანკიერი წრის ფალასი, როდესაც
დანასკვნში, რასაც ვიღებთ, ის წანამძღვარშივე მოცემული, ანუ როდესაც მათი მსჯელობა წრეს ქმნის და ინფორმაციული არ არის. წრიული მსჯელობა აუცილებლად არასწორი არ არის. არსებობს წრიული მსჯელობები, რომელიც მანკიერი წრე არ არის და არის ცირკულარული ლოგიკა, მაგრამ თვითონ მანკიერი წრე გამოიყურება ამგვარად, რომ წანამძღვარში არის პირდაპირ დასკვნა დაშვებული. ეს დასკვნა დაშვებული შესაძლებელია იყოს NTMEM-ის სახით, ანუ დამალული წანამძღვარი იყოს, ესე ვთქვათ, პირდაპირ არ ჩანდეს, მაგრამ მაგას აუცილებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ რაც დასკვნაში გვაქვს ის პირდაპირ წანამძღვარშივე ხო არ იყო ნათქვამი. იმიტომ რომ ეს შეცდომა არის. ასევე ხშირად უშვებენ ამგვარ შეცდომას, რომ აი რაღაც ჰიპოთეზა შემოყავთ. ჰიპოთეზა კარგია და ჰიპოთეზურ მსჯელობასაც მივესალმები, უბრალოდ თუ ჰიპოთეზა არის იმგვარი, რომ თავისივე თავში არასწორი არის, ეს ჰიპოთეზა მაგ შემთხვევაში ანუ არასწორში გულისხმობს იმას, რომ შეუძლებელი დასაშვებზე არ ვსაუბრობ, შეუძლებელზე ვსაუბრობ. თუ ეს ჰიპოთეზა, ანუ აქტუალიზირებულ დონეზე შეუძლებელი არის, მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ ჰიპოთეზის დაშვებით შეიძლება არასწორ პასუხამდეც მივიდეთ. აი მაგალითად, დავუშვათ ჰიპოთეზა, რომ ჩემი ხელი არ არის ხელი. ამით შეიძლება დასკვნა გამოვიტანო ამ ჰიპოთეზის მსჯელობისას, ამ ჰიპოთეზით მსჯელობისას შეიძლება დასკვნა გამოვიტანო, რომ მაშინ ჩემი ხელი ყოფილა ფეხი. შესაბამისად, როდესაც ჩვენ რაღაც ჰიპოთეზას უშვებთ, მაგას ჭირდება შესაფერის ვალიდაცია, რის გამო უშვებთ, რა არის მიზეზი, რის გამოც ეს დაშვება ხდება, შესაძლებელი არის თუ არა ეს დაშვება და თუ შეუძლებელია ეს დაშვება, როგორც რეალური აქტუალიზება, მაშინ არ უნდა დაუშვოთ. მე ვისაუბრე ლოგიკურ შეცდომებზე. საქმე იმაში არის, რომ თუნდაც იმ დებატებზე თუნდაც ის დებატები, რაც ჩვენ ახსენდევს, ან ის ფილოსოფიური საუბრები, რაც ჩვენ თანდევს, ან თუნდაც ლაივებზე, ანუ ბევრგან შეგიძლიათ ბევრნაირი ლოგიკური შეცდომის აღმოჩენა. არც მე მაქვს იმის პრეტენზია, რომ არასდროს არ დამართნია მსგავსი რაღაც შესაძლებელია ჩემი საუბრის დროსაც კი აღმოაჩინოთ, იმიტომ რომ შეცდომას ყველა უშვებს. ჩვენ სახზე არის ერთი დებატები, სადაც ერთმა ინდივიდმა, პირველი დებატები, სადაც ერთმა ინდივიდმა ყველა ლოგიკური შეცდომა დაუშვა, ისი დაშვება შესაძლებელი იყო, რაც ჩამოთვალე, მაგაზე შეგიძლიათ ისწავლოთ ზუსტად როგორ არ დაუშვათ ლოგიკური შეცდომები და როგორ იმსჯელოთ, ანუ რომ ეგრე არ უნდა იმსჯელოთ, მაგის სწავლა შეგიძლიათ, მაგ ინდივიდის მაგალითზე ეგ ვიდეო კიდევდევს. ეს ვიდეო თუ მოგეწონებათ, ეს არის უბრალოდ საწყისი, კიდევ ბევრი ლოგიკური ცნობილება არსებობს და ბევრად უფრო ფორმალური და ბევრად უფრო სიღრმისეული, გადავიღებ მაგათ განხილვასას და მაგაზეც ვისაუბრებ. ეს მარტივი ფალასიები უბრალოდ პირველი ნაწილისთვის იყო საჭირო, რომ თვალსაჩინო ყოფილიყო. იმედი მაქვს, რომ დაგეხმარებათ ეს ვიდეო იმაში, რომ დებატებს ან თუნდაც წიგნებს, სადაც ლოგიკურ მსჯელობას აწარმოებენ, უფრო დააკვირდეთ და აღმოაჩინოთ როდის უშვებს ინდივიდი შეცდომას, როდის არის მცდარი, იმიტომ რომ ლოგიკურ შეცდომას იყენებს და უფრო ობიექტური თვალით შეაფასებთ ყველაფერს. მადლობა ყურადღებისთვის. თუ არ გაქვთ გამოწერილი ფილოსოფიის კლუბის არხი და გაინტერესებთ ფილოსოფია და მსგავსი სახის კონტენტი, შეგიძლიათ გამოიწეროთ და აღწერაში იქნება ჩვენი ვებსაიტი philosophy.g, ასევე სოციალური ქსელიც და ყველა საჭირო ლინკი, რითიც დაინტერესდებით. მადლობა ყურადღებისთვის. მე ვარ თემო, ეს არხი არის ფილოსოფიის კლუბი და მომავალ შეხვედრამდე.